ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე დღეიდან კონსულტაციები იწყება პრეზიდენტის სასახლეში. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიწვიეს მათ ქვეყნის პირველ პირს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა უნდა წარუდგინონ. ერთ-ერთ კანდიდატად მოძრაობა სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ეკა სირაძე სახელდებოდა, თუმცა მან უარი განაცხადა. დღესვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყდება ცესკოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღებაც. ამ დროისათვის საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრობის 3 ვაკანტური თანამდებობაა. პროცედურის თანახმად პრეზიდენტის შესულ განაცხადებიდან ერთ პოსტზე ორ კანდიდატურას შეარჩევს და დასამტკიცებლად საარჩევნო კომისიას გადაუგზავნის. თუ კომისია ცესკოში ახალ წევრებს ვერ დაამტკიცებს, მაშინ კანდიდატურების განხილვა და მათთვის ნდობის გამოცხადება საქართველოს პარლამენტს მოუწევს. ცესკოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით იქნება შეხვედრა, მაგრამ გაჟღერდება თუ არა კანდიდატები, ამას ვერ გეტყვით. რაც შეეხება თვითონ არასამთავრობოების კანდიდატურებს, არასამთავრობო ორგანიზაციები ვფიქრობდით, რომ დაგვესახელებინა, კანდიდატი უბრალოდ ჯერ ამ ეტაპზე არ არის საბოლოო შეთანხმება ამ კანდიდატთან მიღწეული. ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატურები, რომელსაც შევთავაზებთ პრეზიდენტს, ეს ადამიანები იქნებიან უმცირე რეპუტაციის, კარგი გამოცდილების მენეჯერები, რომელსაც თვლით, რომ უნდა გახდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.